ხელითა მამისათა და ძისათა და წმედისა სულისათა. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ მის შესახებ. ახლა კი ჩემგან ფაქტიურად იძულებითი ნაბიჯი. ფაქტიურად პასუხი ერთ-ერთი სასულიერო პირის დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ერთ-ერთი ქადაგების გამო. საუბარს დავიწყებ ციტატით ერთ-ერთი წმინდა მამის ცხოვრებიდან. მეხუთე საუკუნეში ეკლესიის ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირს მამასთან აღათონ მეგვიპტელთან გამოსაცდელად მივიდნენ ბერები და კითხეს: შენ ხარ მამა აღათონი? თქვენ წინ დგას ღმერთის ცოდვილი მონა, უპასუხა ღირსმა მამამ. ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ. განაგრძეს ბერებმა. სრული ჭეშმარიტებაა, მიუგო წმინდანმა. კიდევ ამბობენ, რომ მატყუ არა ხარ და სხვებს განიკითხავ. ესეც მართალია, დაუდასტურა მან. თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ, არ ცხრებოდნენ ბერები. ეკიტყვილია იოარა წმინდა აღათონმა და განაგრძო. ყოველი ადამიანი ცოდის შვილია. ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ. ამიტომ არანაირი ცოდა ჩვენთვის უცხო არ არის. მაგრამ ერესი ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღმერთის ჭეშმარიტებისა. ციტატის დასასრული. ბოლო არც თუ ისე დიდი პერიოდია. ეკლესიაში მშვიდობაა. მშვიდობაში და მშვიდობით ცდილობენ სასულიერო თუ საერო პირები ლოცვას, წირვას, ღვთის დიდებას. და როგორც ჩანს, ბოროტი ბრდღვინავს ამის გამო და ვერ ეგუება ამას და მშვიდობის დასარღვევად ხან ვის აღძრავს და ხან ვის. დაახლოებით თვენახევრის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულა და ჩვენ ახლა გავიგეთ ქადაგება დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის. როგორ მოვემზადოთ ზიარებისათვის. რომელშიაც ხსენებული დეკანოზი არც მეტი და არც ნაკლები სქიზმატობაში, ანუ სქიზმის მომზადებაში, ეგრეთ წოდებული ბოსტონური სქიზმის რაღაცა მეორე ეტაპის მომზადებაში გვდებს ბრალს. თითქოს ჩვენ რაღაც სიოს მობევრას, ანუ შესაბამის დროსა და სიტუაციას ველოდებით, რათა განხეთქილებაში გავიდეთ, ნუ იყოფი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ადამიანი 30 წელია ელოდება, რომ ჩვენგან ვინმე გავა განხეთქილებაში და არა და არ შესრულდა ეს სიზმარი თუ ბოდვა. და ამაზეა ადამიანი განრისხებული. ასეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს. დეკანოზმა არჩილმა ძალიან კარგად იცნო, ვინ და ის სასულიერო პირები და მათი მრევლი, ვინც საკუთარი ქადაგების სამიზნე და აირჩია, ასე უბრალოდ არ გაუტარებენ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, არ აპატიებენ მას სქიზმატობის ცილისწამებას. და ეს რომ ცილისწამებაა, ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგრამ მაინც აი იმ ხსენებული ბოსტონის სქიზმის ჩამოყალიბებიდან, როგორც ვთქვით, თითქმის 3 ათეული წელი გავიდა. მაგრამ მე პირადად კარგად მახსოვს, მაშინ ერისკაცი გახდით, მრევლი ვიყავი. თუ რა ხდებოდა საქართველოში, რა ხდებოდა ეკლესიაში. როგორ და რამდენ ზრუნავდნენ, იხსნიდნენ ჩვენი მამები, რომ განხეთქილება არ ჩამოყალიბებულიყო. როგორ ამხელდნენ ეგრეთ წოდებულ ბოსტონის დაჯგუფებას. ჩვენი მამები, როგორ იწერებოდა მამხელი და შემაგონებელი წერილები, რომ დაბრუნებოდნენ დედა ეკლესიას. ასე ამხელდნენ ჩვენი მამები გავრცელებულ ამა თუ იმ არასწორ
სწავლებას, სწავლებრივ სწავლებას, მოსაზრებას და თუ სხვადასხვა სქიზმებს. მათ შორის ბოლო დროს, ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ სქიზმას, უკრაინულ სქიზმას, რომლის მამხილებელი ხმამაღალი სიტყვა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილისგან რაღაც ჩვენ არ გვსმენია. სწორედ ეს მამები და მათი მრევლი ამხელენ მამა არჩილ. ჩვენს ეკლესიაში სწავლებლობის შემოტანის კიდევ ერთ მცდელობას უნათლავად აღსრულებული ადამიანების ცხონების დაშვებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც თავად თქვენ ამ სწავლებლობის სწავლების მხარეს იყავით, სამწუხაროდ და უამრავი ადამიანის დამაბრკოლებლად. წმინდა სინოდმა, ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა საკადრისი და კვალიფიციური პასუხი გასცა ამ საკითხს თავისი განჩინებით, რომ ვერც ერთი ადამიანი უნათლავად ვერ ცხონდება, მაგრამ თქვენი სინამდვილე და მორჩილება მაინც არ ჩანს. უფრო მეტიც. კარგად გვახსოვს, როცა მიუხედავად სინოდის ამ განჩინებისა, მამა არჩილის მიერ გამოცემულ ლოცვანებში კვლავ იყო შეტანილი, ჩაბეჭდილი სწავლებლური შინაარსის ლოცვა. მუცელში მოწყვეტილი ჩვილის დედისა, ვითომ რომელზეც უწმინდესმა გასცა კურთხევა, ან გაყიდვიდან ამოღებულიყო ეს წიგნები, მამა არჩილის მიერ გამოცემული, ან ფურცელი დაწევებულიყო ზედ იმ არასწორ ლოცვაზე, რომ სხვას არ წაეკითხა, სხვებს არ წაეკითხა და არ დაბრკოლებულიყო. ესეც თქვენი ღრმამორჩილების გამოხატულებაა მამა არჩილ უწმინდესის მიმართ თუ რა არის? ჩვენ მორჩილების დეფიციტში გვადანაშაულებენ. და არ ამგონია ეკლესიის და უწმინდესადმი მორჩილების ნიმუშად გამოდგეს მამა არჩილ თქვენი უზენაესი საბჭოს დეპუტატობა გასული საუკუნის 90-იან წლებში. რადგან მოციქულთა კრების კანონები, სოფლიო საეკლესიო კრების კანონები, ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები მკაცრად გმობენ. და ამ დროს სხვას ადანაშაულებთ მორჩილების დეფიციტში გალობის გამო, იმ ბიზანტიური გალობის გამო, რომელსაც 14-ვე ავტოკეფალურ ადგილობრივ ეკლესიაში გალობენ ბევრგან ადგილობრივ ეროვნულ საგალობლებთან ერთად. და არსად არავის თავშიც კი არ მოუვა აზრად საკითხი დააყენოს ამ გალობის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ქართულ გალობას, ამასო არავინ ებრძვის, ეს თქვენს კარგად იცით და ჩვენც. დეკანოზ არჩილის ქადაგებაში კიდევ ერთი საკითხია, რომელიც სათაურს აქვს გამოტანილი, ეს არის ზიარებისათვის მომზადების საკითხი. თითქოს ჩვენ აღსარებებს არ ვიბარებთ და ადამიანებს მოუმზადებლად, თქვენ მოუმზადებლად გაზიარებთ. თან ყოველი ზიარების წინ აღსარების ჩაბარების საკითხს ამ პრაქტიკას, რომელიც მხოლოდ რუსეთის ეკლესიის სივრცეშია მიღებული, ჩვენს უძველეს ტრადიციად გვისახავთ. კიდევ ერთი გულსატკენი, მაგრამ ნიშანდობლივი საკითხია დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის იმ ქადაგებაში. დეკანოზი ეპისკოპოსებს ჯერ მოციქულებრივი ხელმწიფების მქონეებად მოიხსენიებს, სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ კი კოლექტივის თავმჯდომარეო მოსაყდრეზე ამბობს და მას ასეთი ირონიით იხსენიებს იმის გამო, რომ მოსაყდრემ თურმე ზიარების შესახებ სწორი, მაგრამ ამავე დროს დეკანოზისათვის მიუღებელი პოზიცია დააფიქსირა. სწორი ეკლესიურად, მაგრამ დეკანოზისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი პოზიცია. ესეც ალბათ იმ მორჩილების გამოხატულებაა, რომელიც ჩვენ დაგვიწუნეთ მამა არჩილ, მაგრამ თქვენ გქონიათ. თან დაძინეთ, რომ გაპატრიარქების სურვილის დაკმაყოფილებაში ბოევიკებად ეს მამები დასჭირდებაო მოსაყდრეს. და ჩვენ შეგვირაცხეთ იმ ბოევიკებად. საიდან და რატომ ამხელა ირონია და ბოღმა მამა არჩილ?
ჩვენ ხომ ერთი პირითა და ერთი გულით უნდა ვადიდებდეთ შემოქმედ ღმერთს. და ამ დროს სქიზმატებად გამოგვაცხადა. ამით საკუთარ თავსაც, საკუთარ სულსაც დაბრკოლება და პრობლემები შევუქმენი და ვინც ის რამდენი ადამიანი დააბრკოლე. წმინდა სინოდო წერილით უნდა მიმართოთ, თქვენ ამბობთ. თქვენ კი არა, ჩვენ უნდა მიმართოთ. და უპირველეს ყოვლისა, რატომ? ასე დაწვრილებით რომ დაასურათ ხატეთ. ჩვენი სქიზმისკენ აქტიური მოქმედება. თურმე ამდენ ტაძარ მონასტრებს იმიტომ ვაშენებ და ამდენ მრევლსაც იმიტომ ვამრავლებთ, რომ მერე ჯოჯოხეთის გზას გავუყენოთ ჩვენთან ერთად. საიდან ეს აზრები და ასეთი ფანტაზიორობა, მოდი ასე ვთქვათ. აი ამის გამო უნდა აგოთ მამაო პასუხი. საკუთარ თავსაც ხებსაც რომ აბრკოლებთ და რა უშველის ამ დაბრკოლებას? წისქვილის ქვა თუ სინანული? მე ვფიქრობ სინანული და მაკურნებელი ეპიდემია. თანაც თუ ასე დიდი წუხილით და მოყვასი სიყვარულით ხართ აღჭურვილი, მას რატომ არც ერთხელ არ მოსულხართ არც ერთ ჩვენგანთან და პირდაპირ სოციალური ქსელებით მოიტანეთ ჩვენზე იერიში. და ჩვენ იძულებული გაქვთ რომ საჯაროდ გვეპასუხა თქვენთვის. როგორ საჯაროდაც დაგწამეთ ცილი, ისე საჯაროდ უნდა ითხოვოთ შენდობაც. აი ეპიდემიის საკითხი კი თქვენს მიერ ირონიით მოხსენიებული მოდელმთავრების გადასაწყვეტია მამა არჩი. მეტი თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლებით.